მადლობა რომ მონაწილეობ ეთერში. ამაზე გითხარი თავდაპირველად ამ განაჩენებზე, რაც ვნახეთ სასამართლოში და ასევე ვნახე რომ თქვენი პარტია გამოეხმაურა იმ წერილს, რომელიც მიუვიდათ NGO-ებს. რაღაც რამდენიმე მიმართულებით არის ნაბიჯები და თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს? უნდა გვესმოდოს ერთი რამე, რომ უნდა დაელოდოს ივანიშვილი ქართული ხალხის განაჩენს და მუდმივად იმის მოლოდინში არ უნდა ვიყოთ, რა განაჩენს გამოიტანს ახლა მურუსიძე, ივანიშვილი დაიჭერს ვიღაცას 4 წლით, 6 წლის ბავშვებს ჩაყრის ციხეში, ქალბატონებს მიუჯის, ვიღაცას გაუშვებს. 4 ოქტომბერი არის ქართული ხალხის, ასე ვთქვათ, დღე, როცა ქართული ხალხი იქეთ გამოუტანს ივანიშვილს განაჩენს და სწორედ ახლა მე ტოლებიდან გერთვებით, მოსახლეობას ხვდებით, ფაქტობრივად დაცლილია სოფლები, მიუხედავად ამისა, საკმაოდ ბევრი ადამიანია მოსული და რატოა მოსული, ხო? უყურებენ მათ შორის ამ ეგრეთ წოდებულ სასამართლო პროცესებს, უყურებენ ივანიშვილის აი ამ კრიმინალურ მოქმედებებს და აბსოლუტურად ყველა არის გაღიზიანებული და გაბრაზებული. სამტრედიის რაიონი ახლა სადაც ვარ და აღშფოთებულია ხალხი ყოველდღურად იმის ყურებით, როგორ ასე ვთქვათ, სუდად და მძიმედ და კრიმინალურად ექცევა ქართველ ადამიანს ბიძინა ივანიშვილი. შეუძლებელია მართლა ამის ყურება, რომ აბა უყურებთ ესე გულის ფანცკალით ახალგაზრდა ბავშვებს 19, 20, 21 წლის ბიჭებს მიუჯიან, არ მიუჯიან, გამოუშვებენ. დაგცინის ბიძინა ივანიშვილი, ხო, ვიღაცას ამბობს, ეხა ეს კრიმინალია გაუშვით, ხო, ეხა ეს გაუშვით, არავის ვითომ სასამართლო თავისუფალია. ეს ყველავე დღეს გაუშვებს, ხვალ ისევ დაიჭერს. ივანიშვილის ბუნება ასეთია. ჩვენ ძევლად ვყავართ ფაქტობრივად აყვანილი და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ იქით დაელოდოს ქართველი ხალხის განაჩენს ბიძინა ივანიშვილი და მოკლედ სანამ თქვენ კითხვას დამისვეთ, ერთი რამე მინდა გაგიზიაროთ და გითხრათ აი ამ ადამიანთან საუბრისას. ანუ აქ იმაზე კი არის საუბარი, ხა მე ბატონ პაატა ბურჭულაძესთან ერთად ვარ, აქ ვაჟა გაფრინდაშვილი გვახლავს, აგერ ახალგაზრდული ნაბიჯის წევრი ისა ლუკა ჭოხონელიძე, აქ არის სხვადასხვა ჯგუფები, სხვადასხვა აქ არ არის პარტიაზე ლაპარაკი, ეს არის ზეპარტიული აბსოლუტურად, ხო? 4 ოქტომბრის გარშემო ვინც არიან ადამიანები გაერთიანებული. ვინმეს კი არ უნდა დაუდგეთ ხალხო მხარში, ვიღაცამ თქვა ეხა რომ აი მითხრა სხვადასხვა ბერმა რომ ლევან დაგიდგებით მხარში, არა, მე არა. ღმერთის ხო გწამთ. საქართველოს ღმერთს არასდროს არ მიუტოვებია დასაჭირში და ბრძოლაში. არც აბა გაიხსენეთ. როდის მიატოვა ქართველი ხალხი ღმერთმა, აი რომელ ბრძოლაში. წმენა უნდა გქონდეთ რომ ბოროტები ვერ გაიმარჯვებენ ამ ქვეყანაში. შეუძლებელია ბოროტმა, კრიმინალმა, მწამებელმა, მწვალებელმა, ფულზე დახარბებულმა ივანიშვილმა გაიმარჯვოს ქართველ ხალხზე. არ არსებობს ამ ბრძოლაში ჩვენ მარტო არ ვართ. ამ ბრძოლაში ჩვენთან არის ღმერთი. კი, ნამდვილად მე მჯერა წმენის გარეშე ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ. ერთადერთი რამე გვჭირდება. დავიჯეროთ ჩვენი თავის, კონდეს გამარჯვების წმენა, კონდეს ღმერთის იმედი და ამ ბრძოლაში შეუძლებელია რომ სიკეთე არ გაიმარჯვოს, რომ სიმართლე არ გაიმარჯვოს, რომ სინათლე არ გაიმარჯვოს. და ამას თქვენ კიდე გეუბნებით ყველანი ერთად ნახავთ. მე მაგალითად ვისუდგავარ გვერდ ჩემ ქვეყანას. მე როგორც ერთი რიგითი ქართველი მზად ვარ ფიზიკურად შევაკვდე ბიძინა ივანიშვილს. ოღონდ არ დავჭირდება არავის შეკვდომა, არავის ბრძოლა თუ ვიქნებით უპრეცედენტოდ ბევრი. შეგვიძლია ხა მართლა ტოლებში ვართ, აი ახლა რო გაიხედოთ თქვენ, რა ვიცი, ლამის 100-მდე ადამიანი გამოსული, მეტი არ არის კაცო აქ ამ ტოლებში. არ არის დარჩენილი ადამიანები, გაქცეულია, გახიზნულია ხალხი, არანაირი შემოსავალი, არანაირი დოვლათი აქ არ იქნება. ადამიანებს უნდა ცვლილება, რევოლუციური ცვლილებებია, საჭირო ყველა მიმართულებით. ეკონომიკის მიმართულებით. არ ვიცი, ჯანდაცვის მიმართულებით. საემიგრაციო პოლიტიკა რევოლუციურად არის გასასწორებელი და შესაძლებელი. იმიტომ რომ ქართველი გარბის ეს არ არის ქსენოფობიური განცხადება, აბსოლუტურად ასე ვთქვათ, საემიგრაციო პოლიტიკის გარეშე პაკისტანელები, ირანელები შემოდიან. არ არის ხო საემიგრაციო პოლიტიკა არ არსებობს. რა მნიშვნელობაა გვი შემოდის? საქართველოს აქვს დემოგრაფიული პრობლემები. კი აქვს. 20,000-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა უკანასკნელ 8 წელიწადში, ხო? ეს სერიოზული პრობლემებია და აი ამ პრობლემებზე სასაუბროთ ვარ ჩვენ აქ და მე მინდა ყველა ვისაც ათავისუფლებს რეჟიმი, მინდა რომ მას მიულოცო, მაგრამ მინდა გვესმოდეს ჩვენ ძევლები ვართ ყოველდღიურად ამის მოლოდინში რომ ვის დაიჭერენ, ვის გაასამართლებენ, ვისაც დაუშავებენ. არა ძირფასებო, რომ მოვიდა განაჩენი იქით დავაყენოთ ივანიშვილის რეჟიმის და დარწმუნებული ვარ რომ ერთად ამას გავაკეთებთ. ლევან, ერთ-ერთ კონკრეტულ რეგიონში იმყოფები, როგორც ვიცი და მოსახლეობასთან შეხვედრა ახსენე და ალბათ ყველაზე საინტერესო მოქალაქეების განწყობებია, ხო, ამ პროცესში მრავალ საკითხს შეეხე ამაზე საუბრის დროს. ამ ნაწილზე რისი თქმა შეგიძლია? აი ლუკას, აი უცებ ლუკა, მოდი. ლუკამ ნახა განწყობები, მოდი მითხრა, არ მომატყუებინებს თქვენ თავს. უყურა დღეს სამტრედიაში რა განწყობა აქვს ხალხს. აბა ლუკა უცხარო.
მოგესალმებით მოყოლებს პირველ რიგში ნათლად რაც შეგვიძლია თქვა რა ისტორიაზე არსებობს მოსახლეობა მზად არის ცვლილებებისთვის და აი პირობითად შედარება რო გავაკეთოთ რა ხდება თბილისში და რა ხდება რეგიონებში ხო აქ რეგიონებში ხალხი უკვე მართლა პირად პრობლემებზე საუბრობს დეფიციტზე ახალგაზრდების ხოსოფლებში საუბრობს ადამიანებს რომლებიც ნელ-ნელა გადიან იცლებიან და ფაქტობრივად მოქცეული ადამიანები მარტო რჩებიან ამ ადამიანებს ბევრად უფრო მეტი პრიორიტეტები აქვს ვიდრე აი თბილისში მაგალითად რამოდენიმე დღის წინ რაც იყო ხო თვითონ ზუსტაუზე ვიღაც უნდა იყოს არ იყოს სულ არ აინტერესებს ამ მოსახლეობას ზუსტაუზე იდგება ერთი პარტიის პლუს წარმომადგენელი თუ ერთი პარტიის პლუს ნაკლები ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს ქვეყანაში და სწორედაც რომ სწრაფშლებებს უჭერენ მხარს რეგიონებში მათ შორის რამოდენიმე შეხვედრა ჰქონდა სხვა რეგიონში გურიაში იმერეთში და ყველას განწყობა არის ნამდვილად რევოლუციური და ამ სიტყვას ესე რომ ხმარობთ ეს არ არის ხო რაღაც ძალადობისგან მიდრეკილი და ასე შემდეგ კონსტიტუციური რევოლუცია ქართულმა ოცნებამ დაიწყო საქართველოში ხო აქ გადატრიალება სახელმწიფოებრივი თუ მოახდინა ეს ხო ქართული ოცნება ასე რომ ქვეყანა კი არ გადატრიალდება და რამე თუ შეიცვალა ხელისუფლება უფრო სწორედ როცა შეიცვლება ხელისუფლება არანაირი თუ აღარ უნდა ვიხმაროთ ამ ზიანდადებაში როდესაც რუსებთან გვაქვს საქმე და ქართულ ოცნებასთან გვაქვს საქმე ასე რომ ქვეყანა არის გადატრიალებული და არის გადმოსაბრუნებელი არის რეგიონი ეს განწყობაა ყველგან ეს განწყობაა ახალგაზრდა აუცილებლად გადმოვატრიალებთ ამ ქვეყანას მადლობა ლევან დაგემშვიდობები ლევან ხაბეიშვილი საუბრობდა ლუკა ჭოხონელიძესთან ერთად დღის ამბების პირდაპირ ეთერში 5 საათზე ახალი ამბების დრო არის ტევ პირველზე ჩვენ კიდევ